ყველაზე გემრიელი წნილი სწორედ ესაა, ქართული. ნატურალური, სურნელოვანი და რა თქმა უნდა ყველაზე ხრაშუნა. გვჭირდება კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ციცაკა, დაფნის ფოთოლი, წვანილები, რა თქმა უნდა ნიორი, წყალი და მარილი. პირველ რიგში კომბოსტო დავჭრათ. აი, ზუსტად ისე როგორც ვიდეოში გაჩვენებთ. ციდაჭრილი ჭარხალი განსაკუთრებულად ლამაზია და თან ძალიან გემრიელი. ახლა დავიწყოთ აწყობა. აი, თითქოს ტორტი უნდა აწყო ზუსტად ისე. ფენებად უნდა დავალაგოთ ყველაფერი. პირველ რიგში მწვანილი, ციცაკა, დაფნის ფოთოლი, ნიორი და დავიწყოთ ნელ-ნელა კომბოსტოს მოთავსება. თავარია რომ კარგად დაპრესოთ და შუა ფენებშიც მოათავსოთ ჭარხალი და მწვანილები. ეს არის 5 ლიტრიანი ქილა. თითოლიტრზე გამოიყენეთ 1 სადილის კოვზი მარილი. დაასხით ადუღებული და გაციებული წყალი ბოლოს. ძალიან მთავარია მიაქციეთ ყურადღება. აიღეთ ისეთი ნაჭერი კომბოსტოსი, რომელიც ზემოდან კარგად გაიჭედება. აი თითქოს სახურავივით დაეხურება. სულ ეს არის და გაითვალისწინეთ რომ სახურავი მყარად არ მოუჭიროთ. რადგან როდესაც წნილი დაიწყებს დუხილს, საჭიროა რომ ის ჰაერი ამოვიდეს. პრინციპში სულ ეს არის, გამიხარდება თუ მოგეწონათ ჩემი რეცეპტი და ასევე გამიზიარებთ თქვენს საყვარელ რეცეპტებს. თქვენ კი ყველას ბედნიერი საღამო.